დღეს ჩვენ ვიმყოფებით ოკუპაციის მუზეუმში. ეს გახლავთ ერთი დარბაზი, რომელიც მოგვითხრობს ჩვენი ქვეყნის ისტორიას დაწყებულ 1918 წლიდან. არის წარმოდგენილი მთელი ეპოქა, რომელიც ალბათ ყველასთვის ცნობილია როგორც საბჭოთა ეპოქა. ადრე ამ დარბაზში წარმოდგენილი იყო საბჭოთა ეპოქა მხოლოდ ვარდისფერ ფერებში. ეხლა აქ ჩვენ ვხედავთ მეორე მხარეს იმ ეპოქის სასტიკ მხარეს, რომლის ხვერპლიც არაერთი ადამიანი გახდათ. არსებობდა მითი, რომ იმის გამო, რომ სტალინი გახდა ეთნიკურად ქართველი, საქართველოს ნაკლებად შეეხო რეპრესიები. ეს ასე არ გახლავთ, საქართველოს გაიღო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი იმ ეპოქაში. თუ ვიტყვით, თუ რამდენი ადამიანი შეეწირა იმ პერიოდს თან, ეს ადამიანები გახდათ საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი, უნდა წარმოვიდგინოთ, თუ რა დიდი დარტყმა მიადგა ჩვენ გენოფონდს. ხედავთ დიმიტრი შევარდნაძის ისტორიას, ან სანდრო ახმეტელის, ევგენი მიქელაძის, პეტრე ოცხელის, მაგრამ ტერორი ეხებოდა არა მხოლოდ ინტელექტუალურ ნაწილს, ტერორი ეხებოდა ყველას, საზოგადოების ყველა ფენას. ნახველი აქ აგრეთვე ხედავს, რომ ქართველები არ ეგუებოდნენ ტერორს და იყო ცალკეული აჯანყებები. დაწყებული 20-იან წლებში, ხოლო შემდგომში უკვე 50-იან და 60-იან წლებში. აქ გახლავთ ძალიან სიმბოლური ექსპონატებიც, ისეთი როგორიცაა ეს ვაგონი. ეს ვაგონი გახლავთ სიმბოლო 1924 წლის აჯანყებულების დახვრეტის. ცნობილია, რომ 1924 წელს შორაპანში აჯანყების მონაწილეები დახვრეტილი იყვნენ პირდაპირ ვაგონში. 1924 წლის აჯანყება ეს გახლავთ ძალიან დიდი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ დროს აჯანყებულებს დაკავებული ჰქონდათ საქართველოს დიდი ტერიტორია, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსი. თუმცა სამწუხაროდ შემდგომში ჩახშობილი იქნა. მეცნიერთა შორის სხვადასხვა მოსაზრება არსებობს ამ აჯანყების შესახებ. მეცნიერთა ერთი ჯგუფი თვლის, რომ ეს იყო მოუმზადებელი და იყო პროვოცირებული და ეს არ უნდა მომხდარიყო. მეორე ნაწილი თვლის, რომ პირიქით ეს იყო კარგად ორგანიზებული, ფართო ხედვით და ის შემდგომში იქნებოდა აჯანყება მთელი კავკასიის. ასევე არსებობს შეფასება მხატვრულ ლიტერატურაში. მაგალითად, გრიგოლ რობაქიძე თვლის, რომ ეს აჯანყება გახდა თხარაკირი. თუმცა გალაქტიონი აღნიშნავს, რომ ეს იყო ძალიან დიდი მოვლენა და ბრძოლა თავისუფლებისთვის. ასევე ჩვენ ხედავთ, რომ საბჭოთა ოკუპაცია გრძელდება და დღესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ითქვას, რომ იმ ეპოქას ჰქონდა ორი სახე. იანუსივით გახდათ, ერთის მხრივ იყო ტერორი, მეორეს მხრივ იყო აღშენებლობაც. ხდებოდა განვითარება ინდუსტრიის, ხელოვნების, მეცნიერების, მაგრამ მთავარი ხაზი გახდათ ის, რომ საქართველოს შეძლო შეენარჩუნებინა ის დიდი ინტელექტუალური პოტენციალი, რაც ყოველთვის ჩვენ გვქონდა. ეს გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი მომავალი თაობებისთვის, რომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველთვის ღირს.